თავის დროზე ესე რომ შევხებოდი ამ მანქანას ქუჩაში, ალბათ ამ ხელს ესე მომაჭრიდნენ და ზედვე დატოვებდნენ რა და ადაჟარც მოხსნიდნენ, მასე ივლდნენ. თქვენ აქ ხედავთ რომ უამრავი ქრომია გამოყენებული, სხვათა შორის ამ მანქანაზე არის გამოყენებული ქრომის ის რაოდენობა, რომელიც იმ პერიოდში მოსკვიჩის ავტომობილს ყოფნიდა 3-ს. ანუ ერთი ამ მანქანაზე დახარჯული ქრომი ყოფნიდა 3 მოსკვიჩს. კაი, მოდი მაგას რა თავი დავანებოთ, შევხედოთ უბრალოდ ვიზუალს რა. საბჭოთა კავშირი ცნობილი იყო იმით, რომ რაც შეიძლება მინიმალური უნდა გაეკეთებინა და რაც შეიძლება ცოტა რესურსი უნდა დაიხარჯოთ ყველაფერზე, იმიტომ რომ ეკონომია იყო იქ მთავარი გამწევი ძალა ეკონომიკის, რომ აი განამოდი ბევრი ვიშოვოთ, ცოტა დავხარჯოთ, რომ მეტი დაგვჭეს რა. და რა ხდებოდა, როდესაც მნიშვნელოვანი ადამიანების ნივთებზე მიდგებოდა საქმე, ანუ არაფერს არ ინანებდნენ საერთოდ. ჯერ ნახეთ რა დიზაინია რა, ეს ბამპერი გამოყვანილი თავიდან ბოლომდე ქრომში, ამ ბამპერზე ეს დამატება, რომელიც აი სასაღებიც კი არ არის რა, აქ არაფერი არის, უბრალოდ ლამაზია რა ძალიან რა. ეს ცხაურა, რომელიც ეს დაკლაკნილია ისე რომ გართულებულია მაქსიმალურად და ამისი გაკეთება არც ისე მარტივი არ იქნებოდა. თან მინდა გაიხსენოთ და არ გაგავიზდეთ რომ ეს ყველაფერი კეთდებოდა ხელით, ანუ თავიდან ბოლომდე ეს მანქანა იწყობოდა ხელით. ნუ დეტალებზე რამდენი დრო დახარჯეს და რამდენი იფიქრეს, ხო ეგ ცალკე საქმეა რა. თანამედროვე Mazda-ში ქრომს საერთოდ აღარ იყენებენ, ვინ დახარჯავს ქრომზე დროს და ფულს. და აქ ნახეთ ქრომი სად არის გამოყენებული. ამ გადასაფარებელში, რომელიც ფარს ეფარება, ქვემოდან ქრომია გამოკრული. რა სიგიჟეა. ანუ ეკონომიკაში, სადაც მარტო ეკონომიაზე ფიქრობდნენ, ფარის გადასაფარებელშიც ქრომია გამოკრული. ანუ წარმოგიდგენიათ ეს რას ნიშნავს.